ამ ვიდეოში სვანეთში გამოგზაურებთ და ამ ულამაზეს მთებში სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელზე მოგიყვებით. მასწავლებელზე, რომლის ძალისხმევითაც სკოლის მოსწავლეებმა მედია წიგნიერების ოლიმპიადაში გამარჯვება მოიპოვეს. ისტორია იმერელ ქალზეა, რომელმაც საკუთარი სახლი დატოვა და სვანეთში სხვისი შვილების აღსაზრდელად გადაცხოვრდა. ეს არის ისტორია ნატო ფრუიძეზე, ადამიანზე, რომელმაც ერთი გაბედული გადაწყვეტილებით სოფლის სკოლას წარმატება მოუტანა. ეს დაიწყო 2019 წელს. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი საქმიანობა ყველაფერი დამეტოვებინა და სადმე წავსულიყავი, საჭირო საქმე გამეკეთებინა უფრო მეტად და მოვიძიე, რომ ასეთი პროგრამა იყო ასწავლე საქართველოს. გავიარე კონკურსი და მოვხვდი ლახამულაში. ეს იყო ჩემი მიზანი. ყოფილიყავი იქ, სადაც მეტად საჭირო ვიქნებოდი და მეკეთებინა საჭირო საქმე. და გამომივიდა. მოვდიოდი სვანეთში, სადაც სტუდენტობის დროს ვიყავი ერთხელ ნამყოფი. სად მოვდიოდი მეც არ ვიცოდი და ვიღებდი თუ არა სწორ გადაწყვეტილებას. ამაზეც ვფიქრობდი, დავინახე ურთიერთპატივისცემა, დავინახე ის, რომ უსაფრთხოდ გრძნობდი თავს. დავინახე ის, რომ შემიძლია ამ ადამიანებთან კომუნიკაცია მოვახდინო ყველა საკითხში. და ამიტომ დავრჩი. გაცნობიერებული მქონდა ყოფითი პირობები. ფაქტურად კომფორტი დავტოვე და წამოვედი. ჩემი ოჯახი მე სადაც დავიბადე, გავიზარდე, იყო ოჯახი თვითონ მასწავლებლის ოჯახი. ვარ ბიოქიმიკოსი, ვასწავლებ ქიმიას და ბიოლოგიას. ყავდა აბიტურიენტები, ყავდა მოსწავლეები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ვამეცადებ, დაახლოებით 15 წელი. და ეს ერთფეროვნება მინდოდა შემეცვალა. სკოლას აუცილებლად ჭირდება შენობა. იმიტომ კი რაღაცას მოვითხოვთ ახლა განსაკუთრებულ ფართს და მინიმუმ უსაფრთხოდ რომ მიგრძნო თავი უკვე სკოლა იმ მდგომარეობაში აუცილებელია რომ სკოლა გაკეთდეს. ეს სკოლა, ლახამულის საჯარო სკოლა არის ისტორიული სკოლა. დაახლოებით მე-19 საუკუნიდან არსებობს ეს, როცა პირველი მისიონერი ჩამოვიდა და ლახამულაში დაარსა სკოლა. სკოლა იმდენად ავარიულიცა ვიტყვი ნამდვილად, რომ ითხოვს პირველ რიგში შენობას. დანარჩენი ხარ წიგნები, ეს სასწავლო რესურსი, დაფაც არცი, რაც საჭირო, ამით უზრუნველყოფილია სკოლა. თავიდან რომ ჩამოვედი, იყო ინტერნეტის პრობლემა, ძალიან ეს იყო, არ ვიცი, გაუსაძლისი, რომ ფაქტურად ინტერნეტთან არ მქონდა წვდომა და ბოლო წელიწადია უფრო მეტი დაიწყანდენა და უკვე ინტერნეტი მე პირადად სულ მაქვს და ამით კომუნიკაციაში ვარ. ჯერ ვიყენებ სასწავლო რესურსად პირველ რიგში და ოჯახთან კომუნიკაცია და ეს არ არის უკვე პრობლემა. სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი არის ის, რომ მოსწავლემ მოიწვიოს ინფორმაცია, ჩემს საგნებში. მე ამას ყოველთვის ხშირად ვაკეთებ, იმიტომ რომ ბავშვებს ეს უნარები ჩამოვყალიბ. მოაქვთ ინფორმაცია. შემდეგ ვთხოვ ამ ინფორმაციის ანალიზს. შემდეგ ვცდილობ, რომ ეს პრეზენტაციის სახე მივცე ამ ყველაფერს და ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს ამ ბავშვების უნარებზე და ეს სჭირდებათ ამ მოსწავლეებს. ამ უნარების აუცილებელი, ამის გარეშე უკვე ესეთი ეპოქა, მედია წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, ესა გამოყოფილი ნაწილი უკვე ჩვენი ცხოვრების და რა თქმა უნდა, ეს ყველა საგანში უნდა მოხდეს, არა მარტო ჩემს საქმე, ყველა საგანში აუცილებელია, რომ მასწავლებელმა ამ კუთხით იმუშაოს მოსწავლეთან, მოიძიონ, გადაამუშავონ, წარმოადგინონ პრეზენტაცია, კრიტიკული აზროვნება, რასაც ვეძახით, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს. წელს სკოლაში უკვე შემოვიდა მედია წიგნიერება, მე-10 კლასში ისწავლება ეს საგანი და ახლა ახალი საგანი, ასე ვთქვათ და ნელა უკვე უფრო დაიხვეწება, უფრო ბევრს შეისწავლიან, ასე ვთქვათ და ეს საჭირო საგანია ყველა კუთხით და ყველა საგანი უნდა იყოს ამ მედია წიგნიერების პროცესში ჩართული და ეს აუცილებელი. ეს ბავშვები მინდა გავააქტიურო, ამ ბავშვებს მეტი შანსი მივცე. არაჩვეულებრივი მოსწავლეები არიან, აქვთ ძალიან დიდი რესურსი, შინაგანი, უბრალოდ მეტი ჭირდებათ. მინიმუმ სკოლა მაინც ისეთი, რომ ბავშვმა იგრძნოს თავი სრულფასოვნად. ვიგრძენი, რომ აქ ვიყავი საჭირო. და როდესაც გრძნობ ადამიანი, შეიგრძნობ იმას, რომ ხარ ისეთ ადგილზე, სადაც ჭირდები,
ეს არის ბედნიერი. ჩემთვის ეს არის ძალიან სასიამოვნო შეგრძნება. ბედნიერი ვარო დღეს აქ ვარ. სანამ შევძლებ და ვიქნები ჯანმრთელად, მე აქედან არ წავ.